არის საპარლამენტო ოპოზიცია კახა კუკავა ფიქრია ჩიხრაძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღეს ბათუმის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 300 ლარით დააჯარიმეს. გოჩა სამნიძე დაჯარიმებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს, სწორედ ამიტომ მან საჯარიმო უქმე არ ჩაიბარა. დეპუტატობის კანდიდატი ფაქტ წინას საარჩევნო დისკრიმინაცია დაფასებს და აცხადებს, რომ დაჯარიმება საკუთარ ავტომობილზე საარჩევნო პლაკატის განთავსებამ და წინას საარჩევნო აქტიურობამ გამოიწვია. საპირისპირო არგუმენტი აქვს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. მათი თქმით, გოჩა სამნიძის კუთვნილი ავტომანქანა უკვე ერთი კვირაა დაუმორჩილებლობის გამოიძებნება და იგი სწორედ ამ მიზეზით გააჩერეს. ფაქტს თავად გოჩა სამნიძე არ ადასტურებს. პარტიის წევრები ფაქტის გასაჩივრებას გეგმავენ. კანარეიკა ზედა იგი ჩართული არ ქონდნენ, ისე გამაჩერეს. მე ვთქარ, არ იყო მაინც საუბარი და თქვენაც გამორთული გაქვენ კანარეიკა და კარგად ზამდებოდით, გავიარე და წავედი. გამიშვეს რამე არ მითხრეთ. გადის ერთი კვირა მე არასაპარლამენტო ოპოზიციის მაჟორიტარი ვარ. ვუხსნი ორი კვირა გადის და მაჩერებენ და მეუბნებიან, რომ ძებნილი ხარ და თქვენი მანქანა ძებნილია. ეს მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური მოტივია. მიდის პიარ კამპანიები და ამ დროს ხდება, რომ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატს იმას შვებიან, აჩერებენ, აკავებენ და ხდება ასეთი უმსგავსოებები. უწერენ 300 ლარიან ჯარიმას, ჯარიმაზეც არ არის საუბარი და არ არის იმაზე საუბარი. უბრალოდ ბათუმელები, რაზეც ჩვენ ვიბზვით, ბათუმი უკვე აღარ ეკუთვნის ბათუმელებს, თუ ვიღაცამ რაღაცა საღიაცრი გამოთქვა, გამოდის ისე, რომ ეს უნდა ან დავიჭიროთ, ან უნდა დავაპატიმროთ და მე მგონია გვიბრუნდება ის და უფრო ვარესი პერიოდი, რაც იყო სააკაშვილის დროს.